მოგესალმებით, პატრიცემულო საზოგადოება, პატრიცემულო მეგობრებო, ევანდელი ოსისტემატიკა იქნება თუ რა მავნეობას იწვევს უმეტეს შემთხვევაში, ეგრეთ წოდებული ჰიდროგამანაწილებელი, ჰიდროსაგას რო უძახით ეგრეთ უმეტესობისთვის სასიყვარულო აგრეგატად იქცა, ამასობაში რაღაცა სასწაული თვისებები მას არ გააჩნია, როგორც ყოველთვის მე იმას რაღაც ვიზახი, იმას არგუმენტებით, ვასაბუთებ ამასობაში არგუმენტები და არგუმენტების განხილვის მიმართულებაც აგერ არსებულ პოსტშიც გვექნება. თუ რატომ მოგდის კიდე გადამეტებული ხარჯი, აი ამას განსაკუთრებულად მოუწოდებდი მიაქციოთ ყურადღება დაუშვათ დამკვეთებმა, ხო, როცა გონია რომ ჩვენი სისტემები მუშაობს, ამასობაში მუშაობას, ხო, მუშაობით ყველაფერი მუშაობს, იმიტომ რომ ძალიან რთულია გათბობის სისტემა, ზოგადად მემონტაჟე და ამონტაჟო ის განახორციელო ისე რომ მან არ იმუშაოს, რა ვიცი, ერთადერთი მიტილებსო დაუგედავთ ეგრეთ წოდებულ მიწოდება და უგუსლაზე. დანარჩენ შემთხვევაში გათბობის სისტემის წარმოდგენა თქვენს, ხო, და დამკვეთების მიმართ ისეთი სახით არ იმუშაოს, ძალიან უნდა მოიდომოს მემონტაჟი. აი ძალიან უნდა მოიდომოს, კიდევ ერთხელ ვიზახე რომ გარდა ერთისა რომ პრაქტიკულად მიტილება დავკეთოთ ხო ერთის და მეორეს. მაგრამ არსებულ მიმართულებაში როცა გამოიყენებთ უმეტეს შემთხვევაში და იმ შემთხვევაში აი ხან კონკრეტულ შემთხვევებს განვიხილავთ ჰიდროგამანაწილებლებს, საერთოდ მისი გამოყენების აქტუალურობის აბსურდია, აი მას ასე ვიტყოდი მე დასაბუთებით კიდე ამას კიდე ეჯე ვიზახი რომ ყოველთვის რასაც ვიზახით მემონტაჟეები და ამასობაში ხო პროფესიონალები და მე ვთვლი საკუთარ სფეროში კი ბატონო შემიძლია ამითაც დავიტრობახო რომ კი ბატონო ნამდვილად ვიყובები მე საკუთარ სფეროში და გრძნობ თავს პროფესიონალად. ამიტომ პროფესიონალს ყოველთვის უნდა ქონდეს არგუმენტები და არა მე ასე ვფიქრობ. მე ასე ვფიქრობ, მე ასე ვიცი, კაჩავს ეს მაგარი ისინია ტერმინოლოგიები და გაკაჩავს თუ არ გაკაჩავს. ეს გაკაჩავს თუ არ გაკაჩავს ამასობაში 21 საუკუნეში საქართველოს ვერ მოშორდა აი კიდე. ვერ მოშორა ეს ბლეიმო, ხო, ეს მეიკასავით რომ მოხდება პრინციპში რომ ან შეიკრავ, ან გაიხსნიო. ამასობაში ამ შემთხვევაშიც არის მიმართულება იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში არა. 99.9%-ში საერთოდ ჰიდროგამანაწილებლების გამოყენების აქტუალურობა საერთოდ არა. ამასობაში მიმდინარეობს ის მიმართულებაში გიდრავკულად ნამდვილად ჭირდება კი გათბობის სისტემების გაყოფა, ხარჯების განაწილება, მაგიტომაცაა მოგონილი არსებული დივაის, რასაც ქვია ჰიდრავლიკური გამანაწილებელი და არას თერმული, ხო, ჰიდროთერმული გამანაწილებელიც არსებობს ამასობაში და უმეტეს შემთხვევაში მეგონი უფრო იმ აგრეგატში გვეშლება და ის ამ შემთხვევაში უნდა წარმოადგენდეს მინიმუმ 1 ტონიან ბოჭკას. ეს სხვა მიმართულება არის, იმას ქვია უკვე ბუფერიზაცია, ენერგიის შენახვა, როცა გვაქვს, აი, საერთოდ პრაქტიკულად უფრო დამკვეთებს მოუწოდებდი, ხო, აი, რანაირად მუშაობს სისტემა და რანაირად გავუკეთოთ, აი, ხა, ნახეთ, ხო, ერთ შემთხვევაში, როცა ჰიდროგამანაწილებელი გვაქვს გამოყენებული და ამასობაში ხარჯების საერთოდ დისბალანსი არის. ზოგადად ამოგდებული კი არა, ზოგადად ამოგდებულია, ფაქტურად ამოგდებულია და გვაქვს საერთოდ სრული ქაოსი და დისბალანსი და ამასობაში დამკვეთებს გონია რომ სისტემა მუშაობს, ხო, იმიტომ რომ ხა დამკვეთი რანაირად აღიქواس ამას ხო მივიდა რადიატორს მიადებს ხელს, ანიატაკის გათბობა იქნება გაგუგუნებული და ამასობაში ბჭყალებში გონია რომ სისტემა მუშაობს, მაგრამ ამასობაში იმ ხარჯს და იმ ხარჯის გონია რომ კი ბატონო ხაზეთი რეალური ხარჯებმა მომივიდეს. რა წარმოიდგინეთ ხო, როცა გამართულად მუშაობს და ბალანსში არის. სრულ ბალანსში ამ ნებისმიერი გათბობის სისტემა, გიდავებული, ხო, გიდავებული მიმართულებები არის ნაგულისხმები და არა მხოლოდ გიდავებული, რატომ ნებისმიერი გათბობის სისტემის აუცილებლობა წარმოადგენს მის ბალანსს. ხარჯების ბალანსირება არის აუცილებელი ბალანსირება და ამ ბალანსირებით ხდება სრული სისტემის მოწესრიგება, სრული სისტემის ბალანსი. მოწესრიგება ამას ქვია, კი ბატონო რომ მან იმუშაოს როგორც აი შვეიცარიის ეგრეთ წოდებული ხო მექანიკური საუკეთესო საათი. რატომაც აი ერთ შემთხვევაში გვიქნება 1000 ლარი, გვიქნება კი არა გვაქვს. ამასობაში მეორე შემთხვევაში ერთ და იგივე სისტემებია 260 ლარი. ამასობაში როცა ადამიანი აზროვნებს, ამასობაში ხო კიდე ჯერ ვიზახი და ხო ეს საწყენის არაა, ხო? აი მემონტაჟეებს უფრო გეხებათ, იმიტომ რომ ახლა დამკვეთებისთვის ეხლა თეორიული ხარე მეგონი უფრო ხო მე პირიქითაა, ხო? იმიტომ რომ დამკვეთები უფრო დიდ ასე ვთქვათ ინტერესს რა ქვიას კი დიდი ინტერესდარია დაინტერესებულები არიან უფრო სწორად დიდი ინტერესს ამჟღავნებენ იმის მიმართულებაში რომ გათვისმოვიება სულთ აი ნებისმიერ ჩვენ მიმართულებებში და მემონტაჟეებს ეს რა ვიცი გვეზარება ხო წავიკითხოთ დავწეროთ გავიაზროთ
ამასობაში აი როცა არსებულ მიმართულებას ვიყენებთ, ამასობაში გამოვიყენებთ პროსტორად და ესეც რა ქვია, ცალსახოვანი ტერმინოლოგიაა, ხო, გვაქვს ვაყენებთ, არაფერს არ ვაყენებთ, ვამონტაჟებთ. ამასობაში გამოყენების სტატუსი ეს არის, ხო, იმიტომ ვინაიდან ჩემი ნებისმიერი აგრეგატი უნდა გამოვიყენოთ. გამოვიყენოთ კონკრეტულ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული გიდროგამანაწილებელი. ერთ შემთხვევაში ამასობაში როცა გვაქვს სრული ბალანსი, ამასობაში ხარჯი, ხო, არსებული ეს ზუსტად 2.3 მეტრ-კუბ/საათში, ეს არის არსებული საცირკულაციო ტუმბოს ხარჯი. და არსებული საცირკულაციო ტუმბო ტყილა არაა, ხო, ის მოგონილი და ხარჯის შესაბამისად ტყილა არაა ის მოქცეული არსებულ აგრეგატში, კონკრეტულ შემთხვევაში გამოვიხილოთ 32 კილოვატიანი. ვინაიდან 32 კილოვატიანი გვაქვს, როცა 2.3 კუბ/მეტრ/საათში გვაქვს გამორთმევა ნასოსით, ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ ტემპერატურის სხვაობაში არის და ამას მერე ბოლოს გავმართოთ ჩვენ, ხო? ვინაიდან არსებობს ხო ენერგიის ფორმულა, ეს ზაზად მოგონილი არა, არსებულ ფორმულებზე არის დამოკიდებული ნებისმიერი ჩვენი სისტემის გამოთვლა, გააზრება ჯერდაფაზე და მერე გადატანა პრაქტიკულ მხარეზე, უკე? ხო, არსებულ ამა თუ იმ ფარზე. ვინაიდან ენერგიის ფორმულა ის არის უკვდავი იქნება, ვინაიდან ის არის დამოკიდებული, ხო, ენერგია რო ვიღოთ ნებისმიერ აგრეგატიდან, ის არის დამოკიდებული ხარჯზე, არსებულ აგრეგატს რასაც გააჩნია და კონკრეტულ შემთხვევაში საცირკულაციო ტუმბო, მის ხარჯზე სხვაობა ტემპერატურას შორის და განმავლებული რაზე, ხო, 0.86-ზე, ვინაიდან კუბ, ხო, ეგრეთ წოდებული პრინციპში ეს არის უკვე ხარჯი მეტრ-კუბურებში განმავლებული უკვე სხვაობა ტემპერატურაში, ეს არის მეგაკალორიები უბრალოდ უნდა გადავიყვანოთ ჩვენ კილოვატებში, ჩვენთვის ცნობილ კილოვატებში, ამასობაში მისი კოეფიციენტი არის 1.73, ხო, 1 მეგაკალორია, ეს არის 1.73 კილოვატი და პირიქით, ხო, 1 კილოვატი ეს არის 0.86 მეგაკალორია. ძალიან ადვილი არის, ხო, ამის გამოთვლების ვინაიდან უკვე ტემპერატურის სხვაობები ამ შემთხვევაში რომ გამოვართოთ 2.3 მეტრ-კუბ/საათში 32 კილოვატი არსებულ აგრეგატს, თქვენ წარმოიდგინეთ გადატეხა უნდა იყოს ტემპერატურას მიწოდება და უკუსლაში 25-30 გრადუსი. წარმოიდგინეთ, ხო, 25-30 გრადუსი, რაც ამ შემთხვევაში არის ფიქცია, ვინაიდან მაგიტომაცაა განსაზღვრული და მაგიტომაცაა უმეტეს შემთხვევაში ის რომ ჩვენ გონია მუშაობს სისტემა და ის ფაქტიურად არ მუშაობს, ვინაიდან მისი ფუნქციონალი ბალანსში არის და მისი ბალანსი დისბალანსში არის. ის არის სრულად გარღვეული სისტემა. ვინაიდან ფიზიკურად წარმოიდგინეთ, ხო, 2.3 მეტრ-კუბ/საათში შეუძლია განავითაროს არსებულ საცირკულაციო ტუმბო, გამოვართოთ მას თუნდაც ის 32 კილოვატი, მაგრამ არსებულ უკვე ხარჯებსაც გაიქაა დანიშნული პრინციპში და ხედავთ, ხო, კაფიოთ რომ Q1, Q3 ის არის ჩვენი იგივე საცირკულაციო ტუმბოები მხოლოდ მომხმარებლის ხარეს. და ამასობაში აქეთ ამ ხარეს ჭირდება 6.5 მეტრ-კუბ/საათში. საინტერესოა, ხო, 6.5 მეტრ-კუბ/საათში როცა ჭირდება მთლიანად სისტემას, 2.3-ით რანაირად უნდა გავწიმოთ, ხო? ერთადერთი პრინციპში ამის საშუალება გიდროგამანაწილებლით აღარაა, ვინაიდან გიდროგამანაწილებლების დანიშნულება ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის თანაფარდობაში რომ იყოს ნებისმიერი საცირკულაციო ტუმბო. რომ ერთი მეორეს მუშაობაში ხელია შეუშალოს, მეტი არაფერი, მაგრამ ის ხარჯს არ იძლევა, ხო? ვერანაირად ვერ მოუმატებს ეგრეთ წოდებული, ხო? ძალიან ბევრი გვინახია, ხო, ეს უბრალოდ ბანკა შესვლა, გამოსვლა და მიწოდება და რა ქვია, მოხარების ხედანაც უკუსვლა, მეტი არაფერი. მაგრამ ამ შესაბამისობაში რომ ყოფილიყო სტატუსით, დაუშვათ და ამის ნაცვლად ჩვენ ჩავანაცვლოთ, კი ბატონო, ასეთი მიმართულებებიც არის, ეგრეთ წოდებული ბუფერიზაცია ქვია ამას, ბუფერული რეზერვუარი, კი ბატონო, იქ უკვე ჩვენ ვიღებთ ენერგიას, იმიტომ რომ მოცულობა გვაქვს. ამასობაში როცა გვაქვს ჩვენ დეფიციტში, ამასობაში 4.2 კუბი, ზუსტად 4.2 კუბი, ეს ზუსტად დეფიციტი უნდა ჩავანაცვლოთ, წარმოიდგინეთ, ხო? ხარამხელა იქნება, ამ შემთხვევაში იქნება ფორმულების შესაბამისად იქნება 1/2, ანუ ორტონიანი, წარმოიდგინეთ, ჩვენ გვჭირდება ეგრეთ წოდებული ბუფერული რეზერვუარი, რომ არსებული საცირკულაციო ტუმბოება ამასობაში მოემსახუროს არსებულ სისტემას. მოთხოვნილება ამას ეთო მაგითო, ხო, 6.5, სადაც მოგონილი არაა, კონკრეტული შემთხვევა არის, სადაც სისტემა ჭირდება, კონტროლს დაუშვათ 2.2 მეტრ-კუბ/საათში ჭირდება, მეორეს 2.3 და მესამეს 2. ჩავშე 6.5. აი წარმოიდგინეთ ახლა რამხელა მავნეობას წარმოადგენს, როცა ჩვენ სისტემაში გვჭირდება მომხმარებლის მხარეს იგულისხმება 6.5 მეტრ-კუბ/საათში და 2.3 მეტრ-კუბ/საათში შედის გიდროგამანაწილებელში. ამას ქვია ტერმინოლოგია შემოწიალებული გიდროგამანაწილებელი. რატომ? ვინაიდან შემოსვლა ამ წერტილში 2.3 მეტრ-კუბ/საათში ხორციელდება. მიწოდებას, ხო, ამ კანონს ვერავინ ვერ შეცვლის, ხო, ეს არის უწყვეტ ეგრეთ წოდებული უკვე წერტილის პრინციპში კანონი, წრის კანონი უფრო სწორად, სადაც რაც მიდის, ის მოდის. ამას ფიზიკურად ვერ შეცვლი, ხო, იმიტომ რომ ეს არის ფიზიკის კანონი, ხო, უწყვეტ ეგრეთ წოდებული წრის კანონი, რომელსაც ქვია ის, რომ წრეში ყოველთვის მუდმივი ხარჯი ტრიალებს. ამიტომ 2.3 თუ გავიდა, მას აქვს ეს რესურსი არსებობს საცირკულაციო ტუმბოს 2.3 შემოვა, მორჩა. ამ შემთხვევაში წერტილი, მაგრამ აი ამ წერტილში ხო მომხმარებლის ხარჯს უჭირდება 6.5 მეტრ-კუბ/საათში.
ისმის შეკითხვა თუ კი არსებული მიმართულებიდან არსებული მხარიდან მიდის 2.3 მეტრ-კუბის საათში საიდან უნდა იყოს ამ წერტილიდან არსებულ სისტემამ მომხმარების ხარეზე თუ მას სჭირდება 6.5 და ამასობა სჭირდება 6.5 მეტრ-კუბის საათში საიდან უნდა იყოს დამატებითი 4.2 აი ზუსტად აი ამ წერტილიდან რასაც ქვია საკუთარი სისტემის უკუსვლიდან აი ეს რაც წარმოადგენს მავნეობა ამასობაში აი ამ წერტილში შემდეგ აი მონაკვეთს ამაშენ პრინციპში წავშით მაგრამ არც ვინაც აშუა ხო არსებობს ამ მიმართულებაში ეგრეთ წოდებული გამოთვლები ძალიან გამომითვლია ეს მიმართულები და კიდევ ერთხელ ხო ეგრეთ წოდებული ტემპერატურის შემრევის ეგრეთ წოდებული კოეფიციენტის გამოთვლის ფორმულა არსებობს რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენ რო გავიგოთ ამ წერტილზე რა ტემპერატურას მივიღებთ და რა ხარჯით ეს არის ჩვეულებრივი 2 4 ხო ჩვენთვის ვინაიდან ჩვენ ვიცით პირველი ნიშნული 2.3 მეტრ-კუბის საათში ეს არის ხო ფორმულა არის ასეთი ტემპერატურის შემრევის ეგრეთ წოდებული ფორმულის რა ქვია უბრალოდ შერევის ფორმულა რაც წარმოადგენს ასეთი სახით მოცულობა პირველი ესე იგი მომხმარების მხრიდან პირველი ეგრეთ წოდებული პირველი რა ქვია საერთო მოცულობა განვალებული მის ტემპერატურაზე რაც შემოდის შემდეგ მეორე ტემპერატურა ეს არის რაც უკვე ჩვენ გვაქვს პრინციპში მეორე ნიშნული მისი მოცულობა მისი ტემპერატურის ნიშნული და ამასობაში გაყოფილი საერთო ხარჯზე ეს არ შეიცვლება აი არანაირად არ შეიცვლება და ამასობაში ჩვენ ვიცით რომ 2.3 მეტრ-კუბის საათში ამ წერტილში რომ გამოთვალოთ წარმოიდგინეთ რა სახით იქნება 2.3 მე არ უნდა დაგიზარდოთ და გამოთვალოთ ეს 2.3 დაგიწერთ კიდევ ამ ფორმულას პრინციპში რომ აღარ ვიმეოროთ და ამასობაში თქვენ თუნდაც მე გეცოდინებათ ხო ტემპერატურა აი ამ წერტილში რომ გამოვითვალოთ ეს იქნება ასეთი სახით 2.3 გამრავლებული 70 გრადუსზე ვინაიდან 70 გრადუსი არის საწყისი ჩვენ პრინციპში რა ქვია ქობიდან ვინოშდნენ ეგეს ხო იძულებითი უკაცრავად ხო 2.3 არ იცვლება ხო და გამრავლებული მეორეზე რა არის მეორე 40 გრადუსი ამასობაში ხარჯი რა გვაქვს 6.5 მეტრ-კუბის საათში მაგრამ ჩვენ გვინდა აი ამ წერტილში ხო ამ წერტილში ჩვენ გვაქვს 4.2 მეორე ნიშნული გვექნება 4.2 კუბი მეტრ-საათში განვალებული რა ტემპერატურაზე 40 გრადუსზე ეს რას ნიშნავს 40 გრადუსი უკუსვლიდან ჩვენ ახლა ხერიანი რა ქვია და ჩამოყალიბებული ხერიანი ხო კაი ტერმინოლოგია არის ხერიანი და ჩამოყალიბებული სისტემა რომ მივიღოთ უკუსვლაში უნდა ქონდეს 40 ეს ნიშნავს იმას რომ მიწოდებას 50 გრადუსი ვჭირდება ხო ახლა თუ ძალიან სუპერ დაბალ ტემპერატურიანი სისტემა რა გვაქვს და სულ მთელი სამივე კონტური არის იატაკის გათხოვები კი ბატონო მაგ შემთხვევაში 40 აღარ დავჭირდებოდა 31 32 33 ვინაიდან მიწოდებაზე გვექნება და პირობითად 10 გრადუსზე მეტი უბრალოდ 10 გრადუსის სხვაობა ხო ეს არის იდეალური სისტემა სადაც განსხვავება არის ტემპერატურა მიწოდება და უკუსვლა შორის 10 გრადუსი არა მეტი ნაკლები მიღებულია მხოლოდ უკვე გაცემა არის როცა უკვე მოდულაციაზე და გადის უკვე ქვაბი კი ბატონო მან უკვე აი ზუსტად ამ არსებულ მიმართულებას პრინციპს ქვია უკვე გასული მუშა რეჟიმზე კი ბატონო ეგ 5 გრადუსის იქნება სხვაობა და 7 გრადუსის ვინაიდან უკვე გაცემა იქნება ნაკლები ვინაიდან სისტემა გასული არის მუშა რეჟიმზე და მას სჭირდება ნაკლები სიმძლავრე არაფერი არ იცვლება არც აქ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე პრინციპში შემოვიდა ეს საწყისი არის. ამასობაში მივაწოდეთ 50 გრადუსი, გვინდა რომ მივაწოდოთ 50 გრადუსი. მაგრამ წარმოიდგინეთ ხო, გვინდა რომ მივაწოდოთ და რა ხდება აქ 70 გრადუსი. ამასობაში ჩვენ ქვაბზე გვაქვს მითითებული ტემპერატურა, აი აქაა ცდულება. ამასობაში ჩვენ გვინდა რომ სისტემა მუშაობს, მაგრამ 70 გრადუსი თუ გვაქვს მითითებული ხო, გაიგეთ ამიშულებო, რომ ქალაქებს მუშაობს, მაშინ 70 გრადუსი რატო არ მოდის აი მიწოდებაზე? აი ზუსტად ამიტომ არ მოდის, ვინაიდან მის უკუსვლიდან წამოსული ეგრეთ წოდებული ტემპერატურის სხვაობით ის აზოვებს ზუსტად აი დეფიციტს, არასაკმარის დეფიციტს, ვინაიდან მას არ ყოფნის 6.5 მეტრ-კუბის საათში ჭირდება და მას ამასობაში დეფიციტში აქვს 4.2 მეტრ-კუბის საათში. წარმოიდგინეთ ხო? ამ ხელა სხვაობა არის, ვინაიდან 6.5 მეტრ-კუბი საათში ჭირდება სისტემას 2.3 აძლევს ხო? ამასობაში ხარჯი მეტი არა აქვს. ვერ იქნება. ამ პირობაში ვინაიდან ეს პირობა არის უკვე დარღვეული საწყისიდანვე ვინაიდან როცა სისტემა სჭირდება 6.5 მეტრ-კუბის საათში, რატო არის შერჩეული ჯერესეთი ერთი კვაბი ამასობაში სიმძლავრით და მე როგორია ბეშო უმეტესობა აქ ავიღებ და საციკულიასო თუმოს დავამატებ თუ არაფერი არ შეიცვალა ჩემო პატივცემულებო ვინაიდან რა ქვია უცვლელი არის მისი სიმძლავრე ამიტომ პირობითად ამ შემთხვევაში ერთი კვაბი კიდევ უნდა დავამატოთ ვინაიდან სისტემა სჭირდება 6.5 მეტრ-კუბის საათში მიგითხათ ერთ კვაბი დავამონტაჟეთ აი აქაა ხო ფიქცია და ამასობაში ეგრეთ წოდებული ჰიდრაულიკური განაწილებაც იქნებოდა უკვე ჩამოყალიბებული ბალანსში ვინაიდან 2.3 ხო პლუს კიდე 2.3 ოჩახ ვინც გამოისურვებს ზუსტად არსებული ეს დეფიციტი უკვე იქნებოდა 4.6 მეტრ-კუბის საათში ამასობაში კიდე დისბალანსში იქნებოდა ვინაიდან ერთი ფორმულაა და ეს მიმართულება აუცილებელი არის
ვინაიდან როცა კიდროგამანაწილებელი შერჩეული არის და ბალანსირებაში არის სისტემა, უნდა ხარჯი, ზუსტად არსებული კონტურის მარცხენა მხარეს ქვაბის კონტურის ამ შემთხვევაში ხარჯი უნდა აღემატებოდეს, როცა არის კიდროგამანაწილებელზე საუბარი, ხარჯების სხვაობაში კი არა, ხარჯების ჯამი. ხო ეს ნიშნავს იმას, რომ ქუ ეგრეთ წოდებული პრინციპში არის ზუსტად დატანებული ცმა, ხო ქუ საერთო ხარჯი მეტი უნდა იყოს ქუერს მიმატებული 2, მიმატებული 3, რამდენიც არ უნდა იყოს 10, 12, 30 თუნდაც, ხო, ფიქსი არის, მაგრამ თუნდაც რომ იყოს ის არსებული ხარჯი, ხო, საქვაბის ხარჯის, მოხარების ხარჯზე უნდა იყოს აღემატებული 10%-ით, ვინაიდან იმიტომ რომ განახორციელოს ესეთი მიმართულება მიწოდება და თავისივე ეგრეთ წოდებული უკუსვლის ტემპერატურის სხვაობის ბალანსირება, ამას ქვია ბალანსირება, ვინაიდან მის საკუთარ ეგრეთ წოდებულ უკუსვალსაც უნდა ეხმარებოდეს. მაგიტომაცაა მე პრინციპში რომ გუგუნებს 3-ჯერ მეტ, 4-ჯერ მეტი გადამეტებული ხარჯი ამასობაში, რომ გამოვითვალოთ ეს, ამასობაში ფორმულების სახითაც ამას მე უნდა აიღოთ და გამოვითვალოთ, ვინაიდან ესეც ჩვენი მომენტი არის ამასობაში ახლა აკუმულაციულად, ვინაიდან წარმოვიდგინეთ ხო ასეთ მომუშავე სისტემას, ამასობაში ჩვენ კიდე იმას ვიძახე რომ სისტემა გონია რომ მუშაობს, მაგრამ ამასობაში ამ შემთხვევაში 1000 ლარი გვაქვს ხარჯი, ამ შემთხვევაში უნდა გქონდეს 260 ლარი ხარჯი. 260 ლარი და 1000 ლარი. მეგონი არის ხო? სხვაობა, დიდი სხვაობა არის ამასობაში 4-ჯერ მეტი ხარჯი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ 70 გრადუსის ტემპერატურას იძულებით უწევთ ჩვენ ქვაბზე, რომ მივიღოთ 50 გრადუსი AM წერტილში. ვინაიდან აი ფორმული თუ არ დაგეზარებათ და გამოითვლით ზუსტად ხო, ეხლა საღა გაყვები მე ამას, ვინაიდან გამოთვლები მას უკვე განხორციელებული, ამასობაში 2.3 განავლებული 70-ზე, მიმატებული 4.2, განავლებული 40 გრადუსზე და გაყოფილი არ დაგვავიწყა ხო 2.3, მიმატებული 4.2 საერთოდ და ამასობაში გვექნება ზუსტად 50 გრადუსი ცელსიუსი. პრობლემას ვერ მოვატყუილებ ფიზიკის კანონებსაც მით უმეტეს, ვინაიდან ეს ნიშნავს იმას, რომ აქედან წამოსული ზუსტად 6.5 ხო, აქედან კი ბატონო 6.5 დაბრუნდა უკან, ვინაიდან კიდევ ჯერ ვიზახე ეს ფიზიკის კანონიც. უცვლელი იქნება, ვინაიდან უწყვეტი წრე არის წავიდა 6.5, ესე იგი დაბრუნდება 6.5. არც არ გაჩერდება ეს გზაში ხო, ეს არ არის. ელექტრიჩკა არც რა ქვია, ლაინერი ხო, ზღვაში გაუშვათ და არ დაბრუნდეს უკან. ხო და არც ტიტანიკი არაა კიდე. ამიტომ 6.5 რაც წავიდა 6.5 უკან დაბრუნდა, მაგრამ ამ წერტილიდან კი ბატონო ვინაიდან აქაც უცვლელი არის ზუსტად ის ფიზიკის პრინციპში კანონი 2.3 რაც გამოვიდა უკვე ხარჯი საქვაბი კონტურიდან, ის დაბრუნდა უკან. ესე იგი ამ წერტილიდან 6.5 საერთო უკვე 2.3, მაგრამ ამაზობაში 40 გრადუსი არის და 70 გრადუსი მიწოდება არის და 40 გრადუსი წარმოიდგინეთ 30 გრადუსი სხვაობა ეგრეთ წოდებული მიწოდება და უკუსვლა შორის. ქვაბი ვერ ხვდება ამას აღიქვას ისე რომ მან ვერაფერი ვერ შეესწორა. ეს და ეს არის უწყვეტ რეჟიმში. წარმოიდგინეთ ამას აღიქვათ ისე რომ ქვაბი სულ ჩართული არის. სულ მუშაობს. არ ითიშება ფაქტიურად, ვინაიდან წარმოიდგინეთ 30 გრადუსი აქვს სხვაობა და ქვაბი ვერ ხვდება, ესე იგი მის მოდულაციას აქვს მაქსიმალური ზღვარი აწეული და მაგიტომაცაა 70 გრადუსი მარჩენდება მაქსიმალური ზღვარი. აქედანაა ეგრეთ წოდებული გასული. თქვენ წარმოიდგინეთ კოაქსიალური გასვლის გაზების ხო, გაზის ტემპერატურის ნიშნულითაც ნებისმიერი ქვაბიდან მე შემიძლია გითხრათ რა არის მისი ხარჯი, ვინაიდან მისი ტემპერატურა არის აუცილებელი. ამ შემთხვევაში ის მუშაობს მაქსიმალურ მოდულაციაზე, ესე იგი გასული გაზის ტემპერატურა გვექნება 180 გრადუსი. ამასობაში ამ შემთხვევაში როცა არის უკვე დაბალ ტემპერატურაზე 45 გრადუსი არის 100 გრადუსი. მაგიტომაც უკვე სხვაობა არის ხო, გასული გაზის ტემპერატურა როცა აღემატება 100 გრადუსს, ეს არის მისი პრინციპში მარგი კოეფიციენტი ზუსტად ამარგი კოეფიციენტის უკვე დაცემა, დამბლა დაცემაა ამას ქვია, ხო? ამასობაში ვინაიდან გასული ტემპერატურით ის უბრალოდ იტყოცნეს კოაქსიალურში თქვენ თანხებს. მაგიტომაცაა 80 გრადუსის როცა არის უკვე გასული გაზის ტემპერატურა, ამასობაში აქაც არაფერი არ იცვლება, ვინაიდან ამ შემთხვევაში 12 მეტრ-კუბი-საათში ჭირდება 1 მეტრ-კუბი გაზი რო დაიწვას, ესეც უცვლელი არის, ვინაიდან ეს არის უკვე ჩამოყალიბებული სტატუსებით ფორმულები ფიზიკის კანონები. ამას ვერავინ ვერ შეცვლით, ამიტომ 1 მეტრ-კუბი გაზი რო დავწვათ, ამის ჩვენ ჭირდება გაზი რო დავწვათ, ხო? ბუნებრივი ეგრეთ წოდებული G20, ხო? მეტანი, ის ბუნებრივი აერას ჩვენ პრინციპში მოგდის უკვე რა ქვია მინსადენიდან ამასობაში ის რო დავწვათ, ჭირდება 12 მეტრ-კუბი-საათში ჰაერი. ჰაერიც გაზია ხო ამასობაში. უმეტესობა მეგონი ეს არის. ჰაერიც არის შემადგენლობაში გაზი. ის გაზი არის. შემადგენლობაში ის წარმოადგენს უმეტესი რაც აქვს, მას არის შემცველობაში აზოტი, ხო შემადგენლობაში ფორმულებით, იმიტომ რომ როცა აუცილებელი არის და ჩვენ სფეროში აუცილებელი არის ნებისმიერ ფაქტორის გათვისნობიერება, უნდა გაათვისნობიეროთ, არ გაგიზარებოდეთ. აზოტი და ეგრეთ წოდებული ჟანგბადი აზოტის შემცველობაში გამოდის პრინციპში ჰაერი. ჰაერიც არის გაზი, მაგრამ გასული გაზების უკვე დამწვარი გაზის ტემპერატურა გასვლაზე არის 180 გრადუსი, მაგიტომაც ხარჯი გექნებათ 1000 ლარი.
ამუთვლებით ახლა ამებს არ გავუყვები, მაგრამ არ უნდა გეზარებოდეთ, ხო, 3.1, რას ნიშნავს ეს ახლა? 3.1, ხო, როცა 70 გრადუსზე მუშაობს ქვაბი, ხო, ამის ესე იგი 3.1, ეს არის მისი მაქსიმალური გაზის მოხმარების, ხო, იმიტომ რომ ნებისმიერ აგრეგატს აქვს გაწერილი მაქსიმალური და საშუალო და მინიმალური გაზის ხარჯი, მაგრამ 70 გრადუსზე როცა მუშაობს და ის იმუშავებს და მუდმივად ვინაიდან ის ვერ ხვდებოდა ამასობაში ის წარმოიდგენს ის რომ სისტემა ვერ გაიყვანა მუშა რეჟიმზე და არ გაითიშება ვინაიდან 30 გრადუსი კიდევ ჯერიზახის ხოვობა მიწოდება და უკუსლას შორის ვინაიდან მოვიდა წავიდა 70 უნდა წასულიყო მაგრამ ამასობაში ამ წერტილში განხორციელდა შერევა 50 გრადუსით 70-დან 50-მდე 20 გრადუსის ხოვობა გქონდა და ამას არ მოვიდგეთ ასეთ საკითხი რომ აქ ცხელია აი ხელი რომ მოკიდოთ ხო კიდე რომ დაკვეთებსაც გეხებათ და მე მონტაჟებსაც ხელი რომ მოკიდოთ მის მიწოდებაზე ამ წერტილში და გასვლაზე წარმოიდგინეთ ხო იქ დაშორება არის საათი 15 უმეტეს შემთხვევაში თუნდაც 20 სანტიმეტრი ამასობაში აქ ხელი გვეწოვა ამასობაში აქ ჩაოლებრიოთ გვიკიდია ხელი რატო ვინაიდან ხორციელდება ეს არის ცალსახოვნად და ერთსახოვნად უბრალოდ პრინციპში შემრევი და არა კიდრო გამანაწილებელი ამ შემთხვევაში ვინაიდან ის არის შემოტრიალებული ვინაიდან არსებული წერტილიდან ის ატრიალებს უკან არის ის რაც არ ყოფნის მას 4.2 მეტრ-კუბი საათში ერევა ამ წერტილში ვინაიდან აქედან წამოვიდა 2.3 და მიიღო 6.5 მეტრ-კუბი საათში მაგრამ გაზავებული 50 გრადუსზე ამასობაში 70 გრადუსზე მუშაობს ქვაბი და უკუსლაში მოიტანა 40 გრადუსი აი ამის მავნეობა წარმოიდგენს იმას რომ ზუსტად ამ მიმართულებაში ხარჯი გაქვთ გადამეტებული 4-ჯერ მეტი ვინაიდან ახლა ამ გამოსვლების სტატუსით ზუსტად წეღარას ავსახე მე არსებული ტემპერატურის ზღვაზე შეგვიძლია ჩვენ გამოვითვალოთ ის რომ წარმოიდგინეთ საათში 3 კილოვატი საათში 3 კილოვატ საათში ვითყორცნით აერში 3 კილოვატი საათში 3 კილოვატი საათში ამასობაში ჩვენ გვაქვს 20 საათი ამ შემთხვევაში კიდე 20 საათი იმუშავებს ვინაიდან ქვაბი არ ითიშება ფაქტიურად მიზერულად გაითიშება რაღაცა ხო მონაკვეთებში ვინაიდან მუშაობს მაქსიმალურ მოდულაციაზე ამასობაში 24 საათში იმუშავებს ის 20 საათი წარმოიდგინეთ ხო 24 საათში 20 საათი იმუშავებს 4 საათი არის მხოლოდ დასვენებული ამ შესაბამისობაში ესე იგი ჩვენ გვჭირდება 60 კილოვატი საათში ავიღეთ და გავითყორცნეთ რა მაგალია რა გავითყორცნეთ კოაქსიალურ გამწოლში 60 მეტრ-კუბი საათში ეხლა წარმოიდგინეთ 3.1 ვინაიდან 3.1 მეტრ-კუბი საათში გაზის მოხმარება ეს არის მაქსიმალური მისი არსებული 32 კილოვატიანი ქვაბის აგრეგატის მონაცემითა ვინაიდან ხდება როცა უკვე გაზის კლაპანი მთლიანად არის გახსნილი ვინაიდან მაქსიმალურ მოდულაციას ის ახორციელებს ის წვავს მის მაქსიმალურ მაჩვენებელს რაც შეუძლია მაქსიმალური ეს არის არსებულ კონკრეტულ შემთხვევაში 3.1 მეტრ-კუბი საათში გაზი ბუნებრივი აირი ხო განმავლებული უკვე ამასობაში 20 საათზე ეს არის 62 მეტრ-კუბი საათში წარმოიდგინეთ ხო ერთ დღეში 62 მეტრ-კუბ საათში ვითყორცნეთ ფუჭად ხო კოაქსიალური გამწოვიდან ამასობაში თვეში 62 უნდა აიღოთ და აი პრინციპში ხო შემიძლია სურათის სახითაც რა ვიცი დაურთო არსებულ ვიდეოს პრინციპში მაგრამ ვისაც დაგაინტერესებთ უნდა აიღოთ და გამოითვალოთ ხო ეს არის პრომოები 62 მერე გამრავლებული 30-ზე ხო 30 დღეზე თვეში 1860 მეტრ-კუბ საათში ვისვრით კოაქსიალური განძოვით. რა მაგარია ხო 1860 მეტრ-კუბ საათ გაზს წვავთ იმისთვის რომ მან იმუშაოს მაქსიმალური მოდულაციაზე რომ 70 გრადუსის ნაცვლად აქ ამ წერტილში მივიღოთ 50 გრადუსი და მუდმივ რეჟიმში და გონია მუშაობს დაგვეთების საყურადღებოთაა ეს და არაერთი მონიტორინგი მქონია ასეთი სახით გაგუგუნებული არ ყველაფერიო და ხარც არ უყურებთ თუ თქვენთვის ხარჯი არა აუცილებელი მაშინ დახურეთ დახუჭეთ თვალები უბრალოდ პრინციპში და ტაში დაუყარეთ იმ რა ქვია მემონტაჟს რა გიყოთ ახლა და ამასობაში 1860 მერე უკვე ავიღოთ 1860 მეტრ-კუბი საათში დავწვით გაზი ხო ხა დღევანდელი ტარიფი უმეტეს შემთხვევაში 54 თეთრი და 1000 ლარი თვეში გავითყორცეთ ტყილა აი კოაქსიალური გამწოვიდან როცა უნდა გქონოდა და ამასობაში ამ შემთხვევაში 260 ლარი ვინაიდან ამ შემთხვევაში ის აკეთებს ეგ ეწოდებულ უკვე ტანკს ვინაიდან ქვაბი აკეთებს ზუსტად ტანკს მოდულაციას წევს ვინაიდან მან უკვე დაინახა რომ აი ამ წერტილში არაფერი შესაძლებელი არ განხორციელდა წარმოიდგინეთ წამოვიდა აქედან 50 გრადუსი 45 გრადუსი 50 საუჭირდება 45 გრადუსი გაანაწილეს სამივეზე მაგრამ ხარჯები ბალანსირებაშია 0.6, 0.5, 0.9 აი ასეთ საკითხი უნდა იხმოვანოთ მემონტაჟებმა როცა აპროექტებ ჯერ ესეთი დაბიდა უნდა დაიწყოთ და მე გადაიტანოთ იქ და არა დამატებითი ნასოსი ანა კანარ და გონიათ რომ სისტემა შემოვატრიალეთ თუ ვერაფერს ვერ შეცვლით აი ამ მიმართულებაში ვინაიდან კიდევ შევიზახე რომ მის სიმძლავრეს დამატებითი ნასოსით ვერა გააუმჯობესებთ ვერანაირად ვინაიდან ხო არსებულ მიმართულებაში 50 ლიტრა ეს არის 1 კილოვატი ხო არ მოგვიჭირდეს პრობლემების სახით რომ ავიღოთ და გამოვითვალოთ 32 კილოვატი 32 კილოვატზე მას ვერ გამოვართვით თუნდაც 30 ნასოსი რომ საცირკულაციო თუმროთ ჩავამატოთ მას ამიტომ უნდა იყოს ბალანსირებაში 0.6 0.5 0.9 ეს არის რამდენი ხო 1.1 ზუსტად 2 მეტრ-კუბი საათში 2 მეტრ-კუბი საათში განაწილდა სამიზრ შენერად და დაბრუნდა უკან ამ წერტილიდან არაფერი არ გახორციელდა გარდა იმისა რომ დააბრუნდა მის დასაბრუნებელ
ტრაექტორიაზე. მიმართულებაზე არაფერი შეიცვალა უკუსლაზე, მაგრამ წარმოიდგინეთ აი უკუსლაზე კიდე არსებული ზეღარას თქვი მე 10%-ით ეს არის სუპერიდეალური, მაგრამ 2.3 მეტრ/კუბ/საათში ირევა ამ წერტილში, მაგრამ 45 გრადუსიანი წყალი, ხო 45 გრადუსიანი წყალი, 45 გრადუსით გასხელებული წყალი ერევა 35 გრადუსში და ამასობაში მისივე ეგრეთ წოდებულ უკუსლაში ქვაბი უკვე ხდება იმას, რომ გააცხელა მალი. სუპერიდეალურად ვინაიდან 45 და 35 ამასობაში აი ამ წერტილში გვექნება ამ ფორმულის ზუსტად შესაბამისად 40 გრადუსი წარმოიდგინეთ, ხო? 5 გრადუსი გვაქვს სხვაობა და ამასობაში არც ის გაგვიჭირდება რომ არსებული აი ამ შემთხვევაში უკვე გასული მუშა რეჟიმზე ქვაბი გვაძლევს 7.5-8 კილოვატ-საათში, ხო? ეს უბრალოდ გამოსათვლელია 2.3 განმავლებული ეგრეთ წოდებული უკვე დელტაზე სხვაობაზე ეს არის 5 გრადუსი და განმავლებული ამასობაში მე გადაყვანილი უფრო სწორად მეგაკალორიებში 0.86-ზე. ეს გვექნება ზუსტად 7.5-8 კილოვატი. 8 კილოვატი ამასობაში და არა 32 კილოვატი, არა 32 კილოვატი და ამ შესაბამისობაში რომ გამოვითვალოთ. აქ არის ორჯერ მეტი, 56-57 კილოვატი ჭირდება სისტემას, ამასობაში 32 კილოვატი გამოდის, მეტი ვერ გამოვა და მაგით. ამიტომ ის არ ითიშება და ვერც გაითიშება ფაქტიურად და მოგდით გადამეტებული ხარჯი. ძალიან ადვილია და ამ შესაბამისობაში ეს აი მაგიტომაც გადაუსი მე მხარს რომ დაუშვებელია, კატეგორიულად დაუშვებელია ვინაიდან არსებული ხარჯი კიდევ ჯერ ვიზახ, უნდა პირიქით აღემატებოდეს ჯამურ ხარჯებს. ჯამურ ხარჯებს და არა სათითაოდ როგორც პირველად მეორე წრეში არის ამასობაში და ამასობაში ჯამურში ის პირიქით დეფიციტში არის 4.2 მინუს 4.2 მეტრ/კუბ/საათში ვინაიდან 2.3 მეტრ/კუბ/საათში არის მისი მაქსიმალური ხარჯის შესაძლებლობა ამასობაში აი ეს ნაკლებია უკვე Q1 + Q2 Q3 მაგიტომაც ხაზი გადასმული ყოველად დაუშვებელი ვინაიდან გექნებათ 1000 ლარი თვეში ამასობაში უნდა გქონდეთ 260 ლარი თვეში ხო საინტერესოა რანაირად იმიტომ რომ კიდევ ჯერ ვიზახე რომ გასული გაზის დამწვარი გაზის ზუსტად პრინციპში რა ქვია გაზის ტემპერატურა არის 180 გრადუსი ფუჭად კიდევ ჯერ ვიზახე ხო გამოთვლების ზღვარზე არ უნდა გაიჭირდეთ ეს მაგრამ აღიქვათ ამას პრინციპში უკვე თქვენ ფინანსურ ხარჯით ამასობაში 1800 წარმოიდგინეთ 1800 მეტრ/კუბ/საათში გაგდებული გადაყრილი კოაქსიალური მილიდან ამას უწოდებ ჩვენ რომ მუშაობს. დარწმუნებული ვარ ხო? ვინაიდან არაჯერ მithქვია კიდევ ჯერ გავიმეორებ რომ უმეტეს 90% ასეთი სახით იქნება ზუსტად წარმოქმნილი. ასეთი სახითაა და მაგიტომ რაც მე მინახია მონიტორინგებზე ამას უკვე პრინციპში პროვიზორითაც მიჩვენებია და თვითონ დამკვიდრებისას მithქვია რომ მიჩვენო. იმასაც გაკვირვებია ეთქო ბერს ვთქვია რომ აქ ეთქობა გაჭედილი არის. ვინაიდან აქ ხელს ვერ კიდევ გეწევა და ამასობაში აია ხო სხვაობა კიდევ ჯერ ვიზახ 15 სანტიმეტრში აი ამ წერტილში უკვე შემოვარში მოკიდება ის ცივია გრილიც არა ცივია ვინაიდან კიდევ ჯერ ვიზახ 70 გრადუსს ერევა უკან რაც მოვიდა 40 გრადუსში აი ამ წერტილში და გვაძლევს 50 გრადუსს წარმოიდგინეთ 70 გრადუსი ამ წერტილში 15 სანტიმეტრის იქით გვაქვს 50 ეს ხო უფრო ნაკლებიც ახალ ამასობაში პრაქტიკულად უფრო 50-52 გრადუსის იქნება და უკან იქნება 35 გრადუსი შემოსვლა ამასობაში კიდევ უნდა აუწიოთ 70 გრადუსი უნდა მოუმატოთ კიდევ 5 გრადუსი გამოვიდა 75 გრადუსი 75 გრადუსი უკვე 180 გრადუსიდან ავედით უკვე ზღვარი საერთოდ არის უკვე 200 გრადუსი და 200 გრადუსი გადამეტებული ეს უკვე ნიშნავს იმას რომ რაღაცა ხდება რაღაცა უკვე სასწაული არა რაღაცა საგანგაშო ხდება ვინაიდან არ უკვე ფონსულში ხდება უკვე ის რაც უკვე ტემპერატურას ხო წვიის ტემპერატურას ვერ აბალანსირებს და გამოდის პირაპირი წვა ვინაიდან როცა ხდება გაცვლა ხო წყალი მოძრაობს და წყლის ტემპერატურის ზღვარზე აქედან აელვებული გაზი ხო რა ქვია ეს სვანაირად ხო არის სხვა აელვებული გაზი მას იმ ტემპერატურას ართმევს ის ტემპერატურას და ის ფაქტურად პრინციპში მაგიტომაც გასული გაზის ტემპერატურა მაგიტომაც ცივდება კრიტიკულად არ უნდა გაცივდეს გარდა ერთისა თუ არა საკონდენსაციო ქვაბი ამ შემთხვევაში ორივე შემთხვევა არის საკონვექციო ქვაბი კლასიკური სანატოლი ქვაბებზე არის საუბარი საკონდენსაციოსის პირიქით უკეთესი არის ვინაიდან იქ გასული გაზის ტემპერატურა 40-45 მაქსიმუმ 60 გრადუსი არის წარმოიდგინეთ მაგიტომაც უნდა წარმოიქმნას იქ კონდენსატი და კონდენსატის ზღვარზე დაბრუნების ციკლით ის გვაძლევს ზუსტად იმ მარგის კოეფიციენტის გაუმჯობესებას მეტი არაფერი რაღაცა სასწაულები იქაც არ ხდება მაგრამ ამ შემთხვევაში საკონდენსაციო ქვაბის შესაბამისად პრინციპში შეგვიძლია 40 გრადუსზე ქვემოთაც ვამუშაოთ ქვაბი ვინაიდან იქ მავნეობას არ წარმოადგენს და უკვე საკონვექციო ქვაბი არანაკლებ ხო ამასობაში კიდევ 45 გრადუსი მაგრამ არანაკლებ საქართველოს კლიმატის შესაბამისად არანაკლებ 40 გრადუსზე უნდა ვამუშაოთ ქვაბი რომ ქვაბი არ გავაზიანოთ ხო კიდე ხო შეკითხვები ისმის ხოლმე ამასთან ერთად გავაერთიანებდი ხოლმე რომელი უფრო ჯობია და რა არის აუცილებელი სისტემაში წყალი თუ გლიკოლი ყოველთვის ვიტყოდი მე ასე რომ უპირველეს ყოველთვის და ყველანაირად უნდა ვიცადოთ რომ სისტემაში გქონდეს წყალი მხოლოდ მომზადებული წყალი ამაზე თქონა ხო თემატიკა ამის წინა მორბეთ რა ქვია ვიდეოროლიკებზე ხო იქ ბევრი
რა ვიცი, ხო იცით რომ უბრალოდ ბუტიაობის სტატუსი ჯერ კიდევ ვერ მოვიშორეთ და ეხას არგუმენტებით მაქვს, მე ყველაფერი მოყვანილი და ამასობაში არ მithქვია მე რომ რა ვქი დაჯუჭყიანებულ და გაუბედურებულ და ხო ასეც ვიტყოდი მე გაუბედურებულ სისტემას რა თქმა უნდა გამორეცვის გარდა იქ უკვე ვერაფერი ვეღარ უშველეს ეს გასაგებია მაგრამ თუ რა უნდა გავაკეთოთ მეთქე ხო ამ მიმართულებაში ამ თულს უნდა შეხედოთ რა უნდა მოიქცეთ იმისთვის რომ აქ ქონდეს შლამი სისტემაში ტალახი არ ქონდეს სისტემაში ხო ამ მიმართულება ეს მიმართულება მე ასე სახით წარმოადგენთ რომ ახლა ბევრს რეცხეთ და ღმერთფაში გაგოთ ვინ გითხრა თუ არა ხო მე ამას პრინციპში არც გამიკეთებია გარდაეცა რომ საკუთარ სისტემას ვარჯულებთ ხო რომ საკეთებაა უკვე კორექტირება კი ბატონო ეს შემთხვევაში მე არ ვიცი და მხარეს რა ქნება და რა ხდება უფრო სწორად და ამას იძულებით ვაკეთებ ეს არის აუცილებელი ოფცია და თქვენ რეცხეთ დაიყავით გასულ ვინ გითხრა თუ არა ამასობაში კიდე იმაზე მე პირიქით მიგითითეთ იმ მიმართულებაში რომ პირიქით დაფიქრდით იმისთვის თუ რატო და არა უბრალოდ მიხვიდე გამორიცხვა და გამოიარო უკ კი მოხდა ეს ასეა ფაქტია მაგრამ რითი უშუალო მე ამ სისტემას და პირობითად დამკვეთს იმიტომ რომ აღარ მივიდე მე იქ მედჯერ თუ შეიძლება ამის გაკეთება რატომაც არ უნდა გააკეთო სისტემა ეჯერ უნდა დამონტაჟდეს და ისე როგორც საჭიროა და ხო რომ გონია რომ დამონტაჟებულია და ამასობაში კიდევ ჯერ ვიზახის ხოლმე 1000 ლარი და 260 ლარი თუ კი ამასობაში ამაზე პრეტენზიები არ აქვს მერტმაში გაიგოთ გას ყარეთ აქ მაგრამ რაღაცე ხვით იქ საწუდავი ხალხი რა ვენა ყავთ გვერდზე გაწო ყველა უნდა გადაყაროთ აქ 1000 ლარი ამასობაში რა ვიცი მეზობელს მაინც აჭუგეთ ან გარეთ გამოვიდეთ ეგრე გაიარეთ და დაარიგეთ უფრო მადლობელი დარჩებათ საზოგადოება ამიტომ წყალი თუ გლიკოლი გლიკოლის სამასობაში ეს ანტიფრიზი რო უძახით ეს არ არის ხო არც ანტიფრიზი ეს არის უფრო ავტომობილთა მიმართულებაში უფრო ჩამოყალიბებული ტერმინოლოგია საერთოდ მის პროფესიონალური სახელწოდება არის ანტიფროგენი ხო რა ანტიფროგელი როცა მოიგონეს ამასობაში შევიდა ის ორი კლასიფიკაციაში ჩვენ თანამედროვე საზოგადოებაშიც დღევანდელ 21 საუკუნეშიც ასეთი სახითაა წარმოდგენილი ეს არის ეთილენგლიკოლი და პროპილენგლიკოლი უმეტეს შემთხვევაში კი არა 99%-ს მე ასე ვიტყოდი რომ გამოყენებაში და უფრო პრაქტიკული არის ეთილენგლიკოლი და არა პროპილენგლიკოლი. ჩვენ ესეთი პროპილენგლიკოლი არის მძიმე, კი ბატონო, მავნეობაში თითქოს და ის უფრო პრინციპში მავნეობას აწარმოადგენს ამაზობაში. მის დალევას ხო, არავინ არ აპირებს, არც ვაპირებთ, არც დავაპირებთ ამაზობაში მისი ფასი. მისი ფასი აღემატება 4-ჯერ მეც. ამიტომ ეთილენგლიკოლი 40%-ით 40% ამაში გავაერთიანებთ ეს არის აუცილებელი 40% ეს ნიშნავს იმას რომ უნდა გავაზავოთ სტატუსის რაღაც -20 -22 და ამასობაში არსებობს ყველა წოდებული უკვე ხელსაწყოსაც ქვია რეფრაქტომეტრი და რეფრაქტომეტრი თუ რა შევამოწმოთ და ამასობაში ჩვენ თუნი დავასკვნათ დასკვნას დავდოთ ხო რომ დროა თუ არა შევცვალოთ სისტემაში მყოფი ეგრეთ წოდებული უკვე თმომატარებელი კონკრეტულ შემთხვევაში ეთილენგლიკოლი ვინაიდან ის როცა 40%-ს უკვე ჩამოსდება ქვემოთ, მის ეგრეთ წოდებული უკვე პრისადკებს, რაც შემცველობაში იცავს სისტემას და ზუსტად ამ პრისადკების მეშვეობით არის ჩამოყალიბებული სისტემა, ზუსტად ასე ვიტყოდი მე, ასე ჩამოყალიბებდი და ასეთ სახით წარმოადგენდი მე საზოგადოებაში ეთილენგლიკოლის დადებით მხარეს, ხო? დადებით მხარე, ეს არის ზუსტად დამოხტული მის ეგრეთ წოდებული პრისადკები, არსებულ უკვე სითხეში. ის როცა მას გაცემს, მე უკვე წარმოადგენს პირიქით მავნეობას წყალთან შედარებაში წარმოედგინეთ, ხო, წყალზე უარესი ხდება. ვინაიდან იქ უკვე როცა ეთილენგლიკოლს გამოეცალა ეს ზუსტად არსებული უკვე ეს პრისადკები დარჩა მხოლოდ ეთილენი და ეთილენი უკვე პირდაპირ მავნეობას იმედო წარმოადგენს რომ დაიწყებს ჭამას აი როგორც პირანია დაიწყებს ჭამას ნებისმიერ თქვენი მე ხო ფოლოდის შემცველ სისტემაში ყოფ მონაკვეთებს სად არის ეს ხო რადიატორებში ქვაბში და ასე შემდეგ ხო ყველანაირად იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ქონია შემთხვევა და ძალიან ბევრსაც გიხნებოდათ ხო ეს შემთხვევა ვინაიდან სისტემაში როცა იყო როდისღაც ხო ეთილენგლიკოლი გამოირიცხა აღარ დამჭირდა ის გამოირიცხა ვითომ ეს ფაქტიურად უბრალოდ ფიქციას წარმოადგენდა და ამასობაში ის გაუბედურებული სისტემა დარჩა ერთ-ერთს ხო ერთ-ერთში ზუსტად უარსებულ უკვე სისტემის ფოლოდის შემცველ დეტალებთან რომელიც ჭამს ფითავს და ამასობაში მე ყოველთვის გვიკვირს რომ რატო არის ჩემ სისტემაში ყოველთვის დალახი. აი ამიტომაც არის, იმიტომ რომ ვინაიდან სისტემაში კიდევ ჯერ ვიზახი თუ კი არის გლიკოლის შეშვებული, ეგრეთ წოდებული ეთილენგლიკოლი, ის უნდა იყოს მხოლოდ აუცილებელი ოფცია. აუცილებელი ოფცია არის ეს არის აგარაკი, ჩვენ იქ პერიოდულად ვიმყოფებით და ამასობაში მაგიტომაც წარმოადგენს აუცილებლობას არ გაიყინოს, ხო? ამასობაში პირველი სტატუსი ესაა. თუ კი იმის საშუალება არსებობს არ გაიყინოს, არც უნდა ვიფიქროთ ჩვენ ეთილენგლიკოლზე და შეუშვათ სისტემაში, ჩავასხათ სისტემაში, საკუთარ სისტემაში წყალი, უბრალოდ წყალი არა, გამოხდილი წყალიც არა, ვინაიდან გამოხდილი წყლის მჟავიანობა არის ქვემოთ პირიქით და დაცემული როცა უკვე ზვარს ქვემოთ ჩამოწეველი ეგრეთ წოდებული უკვე ზუსტად ის მჟავიანობა გამოიხატება pH-ში, მის მავნეობას ის უბრალოდ მავნეობას წარმოადგენს, ამიტომ უნდა იყოს სპეციალურად მომზადებული წყალი.
მისი პრიმესების გაცვლით და ამასობაში აი ვაჩვენებ, ხო? ზუსტად იმ მიმართულებაში მქონდა ჩამოყალიბებული, თუ რანაირად დავიცვათ არსებული ნებისმიერი კონკრეტული სისტემა, უკვე საწყისიდანვე, თუ კი ამასობაში მით უმეტეს მიდიხარ და დავხტო უკვე ახლა პოლიპროპილენით, ფოსფორად, პპრ-ით, კი ბატონო, ყოველგვარი ანტიდიფუზიური დაცვის გარეშე, ვინაიდან დიფუზია აქ არის აუცილებელი, კიდევ ჯერ კიდევ მრავალჯერ გავიმეორებ, დიფუზია ეს არის აუცილებელი, ნუ გონიათ ეს ზღაპარი თქვენი სისტემების სუნთქავს. თქვენი სისტემები როდესაც სუნთქავს როგორც ადამიანი, ზუსტად ის მავნეობა წარმოადგენს იქ. ამას ქვია პროცესის დიფუზია და ეს არის გარდაუვალი იმ სისტემებში, სადაც არის გამოყენებული უბრალოდ პოლიპროპილენის მილები, არა ალუმინით არმირებულები. ის უბრალოდ სუნთქავს, შედის ჟანგბადის სისტემაში, ატმოსფერული წარმოიდგინეთ უკვე აქ ხდება უკვე ზუსტად დისბალანსი, ამ შემთხვევაში ჩვენთვის დისბალანსი, ის ბალანსი ყოველთვის არის, ვინაიდან ეს ფიზიკის კანონი არის, ვინაიდან ატმოსფერული წნევა წარმოიდგინეთ შედის ახლო დაგეტის სისტემაში, სადაც წნევა აღემატება მილიონჯერ, ხო, 1000-ჯერ უფრო სწორად, იქ არის 1.5 ამასობაში ატმოსფერული წნევიდან რანაირად შედის, შედის. აქ ამას მტკიცებულება არ ჭირდება, ამიტომ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არსებული გათხოვის სისტემები, რომ დავიცვათ კიდევ ალუმინით რამდენი გაერთიანება განახორციელება. ხო, ამასობაში ხარჯი არ მივიღოთ და საჩამოეთ, მაგრამ ასე არის. ურთიერთ კავშირში არის ნებისმიერი ჩვენი მიმართულებები არის მჭიდროდ კავშირში. ვინაიდან ალუმინით არმირებული მილები ჩვენ ვიცავთ საკუთარ სისტემებს, არ ხდება პროცესი, რასაც ქვია დიფუზია, სისტემები გვაქვს სუფთა, ხარჯი აღარ მოდის უკვე გადამეტებული, ვინაიდან კიდევ ჯერ ვიზახი კონკრეტული მიმართულებაში კიდევ გამანაწილებელი, საერთოდ არ მოვიფიქროთ ამასობაში, უმეტეს შემთხვევაში არ საჭიროებს განსაკუთრებულად იმ შემთხვევაში, როცა გვაქვს ერთი ქვაბი რავს ყოფთ, ხო? ამასობაში მე გვეშინია, იმიტომ რომ აბა 3 ნასუსი მაგზა რაერთი რომ მოვიქცევ. 3 ნასუსი რო გაქვს, ამასობაში კიდევ ჯერ ვიზახი 2.3 მეტრა კუბისაჩი და ამასობაში 3 ნასუსი ჭირდება 6.5. ხო? იგივე არის, ხო? მიმართულება ის, რომ დარზე 10 კაცი საკეიფოთ, თითოეულ ადამიანს საშუალოდ ჭირდება 1 ლიტრა ღვინო და იმათ დაუდგა უბრალოდ 2 ლიტრა ღვინო. გაიყავით როგორც გინათ. ამას უკვე კეიფი აღარ იქნება, ხო? ამას ქვია უკვე ქაოსი. ამიტომ ყოველთვის სისტემაც იგივე არის, მეტი ხო არაფერი არა, ისიც უნდა იყოს ბალანსში. ამიტომ ხო გაერთიანებული სახით კიდევ ჯერ ვიზახი გლიკოლი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და რა ვიცი თუ გექნებათ ინტერესი მაგ მიმართულებაშიც შემიძლია ცალკე ვიდეო როლიკის დავდო რა თვისებები გააჩნია საერთოდ ზოგადად ეთილენ გლიკოლი რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ არც ამისი არ დამეზარება უმეტეს შემთხვევაში ამას აუცილებლად წარმოადგენს განსაკუთრებულად სვანეთში იციან ცხოვრობს ადამიანი იქ მუდმივ ცხოვრობს და მაინც შეშვებული აქვს ხო ატიფროგენიკი კი ბატონო ხო პროფესიონალი სახელწოდება ზუსტად ასე ქვია მას ეთილენ გლიკოლი ამასობაში უმეტეს შემთხვევაში გაუკვირველი ხარისხის ძალიან ბევრი მინახია კიდე ავტომობილის ანტიფრიზების შეუშვიათ და მე რა სისტემას ამოდის კარგად დაინახეს იმ პატივცემულებმა არაფერი არ აშველება გარდა იმისა რომ მოხსათ არსებული რადიატორები და გადავყაროთ ვინაიდან გამოფიტული არის ის და მაგიტომაც ხო ამიტომ აუცილებლობა იქ სადაც არის სადაც გაიყინება სისტემა ეს არის აუცილებელი მოთხოვნილება სადაც საერთოდ ჩდება არც უნდა ვიფიქროთ ამაზე ვინაიდან წყალი ხოლმე მომზადებული კიდევ ჯერ ვიზახი გაფილტრული მექანიკური პრემესებიდან მოშორებული განეიტრალებული ზომიერად მჟავიანობით pH-ი სტანდარტი ყოველთვის უნდა იყოს 7.4-7.6 ეს არის იდეალური მიმართულება დარბილებული და ამასობაში რკინა მოშორებული. აი ესე წყალს როცა შევუშვებ ჩვენ სისტემაში ის უცებ გაცემს, სადაც ჩვენ ნახევარი ორი თვე არსებულ პრინციპში უკვე პრიმესებს გაერთიანებული სახითაც იქნება უკვე. ამ მიმართულებაში და აღარ დაგჭირდება მეგონა ხო? შენ რა ქვია, სამ სტატუსითაც ცალკე ვიდეო ბლუის დადება. ვინაიდან ის იქნება უკვე განეიტრალებული წყალი, გაცემს უკვე ჟანგბადს, მას სუნი ექნება და ამ სუნის ნუ გაიკვირდება და ამასობაში გათხოვის სისტემებში ჩვენ არ მოგზაურობთ და მას ჩვენ არ ყრონსავთ და მით უმეტეს არ ვსვათ, ამიტომ ის ჩვენთვის მავნეობას არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს, მაგრამ გათხოვის სისტემაში აყოლებული წყალი, უცებ ასე ქვია, გაბუჯებული აყოლებული წყალი, ყოველგვარი პრიმესები გამოცდილი წყალი, ეს არის სუპერ იდეალური თბო მატარებელი გათხოვის სისტემისთვის. არც უნდა ვიფიქროთ, უმეტეს შემთხვევაში ვიტყოდი მე ასე ანტიფრიზზე არ ეთილენ გლიკოლზე. პატივცემულება ხო, როგორც ყოველთვის ვიწყებთ ერთით, მაგრამ კიდევ ჯერ ვიზახი რომ გაერთიანებული სახით ხო, ამასობაში აღარ დავწერ ხო, ხა ეს ამდენი წერა დაფაზე, ეს არის ფორმულები და აქაც არაფერი არაა დიდად რაღაცა გასაკვირი, ინტერესი უნდა გქონდეს იმისა და მეტი არაფერი ხო, რომ წარმოვიდგინოთ, რანაირად ხორციელდება ეს 3.1, კიდევ ჯერ ვიზახი ჭირდება 1 მეტრა კუბის რა არის ეს 12 მაჩვენებელი ხო, ეს 3.1 საიდან მოვიდა და 12 ხა მოდით ეს მაგალითსაც ვიტყვი და დავამთავროთ, იმიტომ რომ გვიძლია ხომ ჩვენ ვიდეო როლები, აი ესეთი მიკროგადახტომების ზღვარზე არასიზო გაერთიანებული არის და ავსახოთ კი ბატონო 3.1 3.1 კიდევ ჯერ ვიზახი
ფორმაში არსებობს ზუსტად ის მიმართულება, რასაც უკვე გაზის აგრეგატი წარმოადგენს კონკრეტულ შემთხვევაში ქვაბი. მისი მაქსიმალური, როცა ის მაქსიმალურ მოდულაციაზე არის, ასრულებს მაქსიმალურ მოდულაციას, ტაქტს, ამას ქვია ტაქტი, მას შეიძლება მისი მაქსიმალური გაზის წვის მაჩვენებელი არსებული კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის 3.32 კილოვატიანისთვის, ეს არის 3.1 მეტრ-კუბ/საათში გაზი უნდა დაწვას, რომ მან მოგცეს პირობითად არა 32 კილოვატი, ასე არის მის ეს მოწყობილი ეს აგრეგატი. შემდეგ რო გავამბობთ 12-ზე რას ნიშნავს ეს 12 მეტრ-კუბ/საათში, 1 მეტრ-კუბი გაზი რო დავწვოთ, მას ჰაერის მიწოდება ჭირდება 12 მეტრ-კუბ/საათში. და შემდეგ მიმართებული ზუსტად ეს დამწვარი გაზის ხარჯი 3.1. ამიტომ გამოვიდა უკვე 37.2, იმატებული ამასობაში პრინციპში 3.1, ეს არის 41 მეტრ-კუბ/საათში. წარმოიდგინეთ, 41 მეტრ-კუბ/საათში შერეული ჰაერი თურთ დავწვით ჩვენ იმისთვის, რომ ავიღოთ 1 საათში ზუსტად გვინდა რომ ავიღოთ 32 კილოვატი. ძალიან ჩვეულებრივი არის, ხო? იმიტომ რომ ფორმულის გათვითცნობიერება და მე უკვე წარმოდგენა, ამიტომაც უნდა დაწეროთ ხოლმე კიდე ეჯერვიზახი მემონტაჟეების გეხებათ ეს ფურცელზე დაფაზე, რომ ის უკვე ჩდება ტვინში და გააზრებული, როცა აიღებ და საკუთარი დაწერილისას პრინციპში უკვე უყურებ, ის უკვე გააზრებულად უნდა უყუროთ და მაგიტომაც. ამიტომ ახლა ეს პრობლემები კიდე ეჯერვიზახი, რომ ეს არის ზუსტად თუ რაღაცა დავადგინოთ ამასობაში, თუ ბევრს დაგაინტერესებთ, თუ რაღაცა დავადგინოთ გასული გაზის ტემპერატურის ზღვარზე, რა სიმძლავრით მუშაობს არსებული აგრეგატი. კონკრეტულად გაზის გათბობის ქვაბი. ამ შემთხვევაში დასტური იმისა, რომ 1000 ლარი გიქნებათ, ეს არის 180 გრადუსი, გასული დამწვარი გაზების ტემპერატურა, ხო? CO, შემცველობაში კი ბატონო CO, წყლის პარი და ასე შემდეგ ამასობაში მას მისი კოეფიციენტიც აქვს 1.4, ხო, დამწვარი გასული წყლის, ხო, ამასობაში კონკრეტულ შემთხვევაში არის წყლის პარების კოეფიციენტი არის 1.4. გლიკოს თავის კოეფიციენტი აქვს და ნებისმიერ ზეთი, ხო, ეთილის სპირტის გამოიყენება გათბობის სისტემაში ძალიან იშვიათად, მაგრამ გამოიყენება მათ ის კოეფიციენტი, დაცვის კოეფიციენტი ზუსტად რა ქვია ეს გარდატეხა, ყველას აქვს სხვაობაში ამასობაში ჩვენ შემთხვევაში გულისხმობა და გასული წყლის პარების დაცვითი კოეფიციენტი ეს არის 1.4. ამიტომ 180 გრადუსი როცა გვაქვს ჩვენ გასული აი ეს დამწვარი ამ გაზის ტემპერატურა კოაქსიალურ მილში 180 გრადუსი ხარჯი მოგდის 1000 ლარი. როცა გვაქვს 100 გრადუსი წარმოიდგინეთ გვაქვს 260 ლარი. ეს მოგრეზუმირებას ჩაუტარებთ და დავამთავროთ უკვე. ეს ვინაიდან 45 გრადუსზე ვამუშავებთ არსებულ აგრეგატს, არა არსებულ აგრეგატს ვამუშავებთ ჩვენ 70 გრადუსზე, მაგრამ 70 გრადუს სისტემაში ვერ ვიღებთ. ხო? წარმოიდგინეთ 70 გრადუსი მუშაობს ქვაბი, მაგრამ 20 გრადუსის ხოობაში ყოველთვის იქნება ყოველთვის ვინაიდან მოხმარება არ იცვლება. დანაკარქია იქით ამ ხარეს აღჭირდება 6.5 მეტრ-კუბ/საათში და მაგით. ამიტომ პლუს 1 ქვაბი. გამოსავალი რა არის, ხო? ამასობაში კიდე გავაერთიანებდი ქვაბს პლუს ქვაბი, ვინაიდან უკვე გამოსავაში კიდე უნდა ეს ბალანსში უნდა იყოს და ზუსტად არსებული მიმართულებაში და ერთი და იმასწოროთ და ეს იქნება უკვე დასრულებული საახით, ვინაიდან გიდრო გამანაწილებელი მხოლოდ ასეთი საკითხი. არავითარ შემთხვევაში ამას ასე გადაусმევდი, ხო? აი ბოლო იქნება და არავითარ შემთხვევაში აი ეს არავითარ შემთხვევაში და დიდი ძახილის ნიშანი. არავითარ შემთხვევაში. აი ეს არის ზუსტად არსებული მიმართულება. Good, very good. ევროპელების გამიგებენ ახლა ამ შემთხვევაში და ყველაფერი კარგადაა, ბიჭო. ამასობაში გლეხურათას ხო ზუსტად აი ესეთი იდეალური სახით. მიწოდება, არაფერი არ იცვლება, უკუსლოში არაფერი არ იცვლება ტემპერატურის ხვაობებში. ეს არის სტანდარტი 10 გრადუსი, ეს არის იდეალურად მომუშავე გათბობის სისტემა და ამასობაში მისივე ეგრეთ წოდებულ უკუსლას ეხმარება აგრეგატი. რა მაგარია ხარჯებში. აი ასეთი სახით უკვე მოდით და დავასრულოთ ხო და გაიაზრეთ ხო თუ რატო. კეთილი და პატიოსანი და როგორც ყოველთვის მომავალ შეხვედრამდე.